შემინდე მამაო, იმდენჯერ დავეცი, ხელებზე არ მყოფნის თითების ათულელად, ყოველდღე უფალი, გულიდან გავეცი, ყოველდღე დაცემა მიწასთან მასწავლებს. შემინდე მამაო, უღირსი შვილი ვარ და ზეცას ღრუბელი როგორც კი დაფარავს. ოლარ ქვეშ ვიწვევი ვდნები და ვტირი ვარ ჩემცოდვებს. ვერასდროს დავფარავ. მიჭირს და იმდენად სუსტი ვარ მამაო, ხანდახან ცრემლები ცვალიდან მიქრება და მღუპავს ის ვერცხლის სულისთვის ამაო ჯერ მხოლოდ გაცემის ფიქრებმა მიმსხვერპლა. მამაო, ბარაბაც ღირსია შენდობის, მე რა ვქნა, უცხების შვილივით მოველი, აღდგომას საკუთარ მამის თვალებში აღდგომას მოველი, დაცემის შედეგად. შემინდე მამაო, იმდენჯერ დავეცი, ხელებზე არ მყოფნის თითების ათულელად, მე რა ვქნა, უცხების შვილივით მოველი, აღდგომას დაცემის შედეგად. შემინდე მამაო. It's
ხარდა პროფესორია. ამრუს მეწევა მაღალ ნაუქმი ესპეციალიტა. შამემესუნე ჯარისკაცები, როგორც ქრისტეს. და მიხყველა ერთი სართული, მეორე სართული, აქტივად მაღლა და ვიცი რომ თავრობა იწვის ტრიოკას, აჯაკი კანანდები მოვიდნენ. Ashrameni mleni suknidan da წინიდან. და მე მამას ხან წინიდან და უკნიდან. და იწვის მინისტრთა საბჭოს შენობა. 12 მეტრიანი ამაში შემართავს გეუბნებით როგორც გეგავია. და ჩავა. და იქიდან ქაშვატიდან ის იყო ღალატი. აბა Ვალდიმარ საწანწილად ვიცი რომ დახვდება. აბა ქრისტე მე ხოლმე ვდობდი თალისი ცოცხლე. როშენი სახელისთვის ვეწალა. დეხლეს გამამიჩნდა ის. ამიერყარის მაღლა მეთივარ. ბერის ფორმამაცი. დიდი თვალი კიდია. მეთივარ ბერის ფორმაში მაღალხსო. და შაველი და კაბინეტია ერთი მესამე სართულზე კაცის გასტრონიანი და ერლები რაღაც აკონიჯი ეს არის დელიო და ფეთქავატასო ყველა საინტერესო ახლა სახელი შეფერა თქვენ ხომ მიხვდები ახლა რამდენი იქნება თედი ჩეკა და ტეკა აი ახლა ვინც არიან უფროსები როგორ აინტერესებდათ ჩემი სახეში შეხედვა და ყველა შეკითხვას მაძლევდა და მე იქავდგება მარტო თუ გაცია ცოტა ეჭვება და ხბერტო ჩემი ბრატლოჩი თუ გაცია ყოველ განახარ ჰაერი სვიმისი ყოველ განახარიაში და შენახარ უფალი და თხოვდი უფალსა რომ რაც მე ხატები გამიკეთებია მეთქი და ის ეკლესია მიშენებია ჩემი ხელით ხო გაგიგია უთხარი აი იმ ხატების მადლით მამხედე უფალო მეთქი ახლა გამაწლიერი მე ვარ მარტო აბა ვინაიდან ყვაგვერცა გაბრიელ ბერსა აბა ბოდიო ავტომატად ჩამკრეს რუსის პოზიცია თქვენთან ხართ როგორ გაგაბეთ ისეთი ბოდიო რატკარ ეკიდა და ის რატკარ ხო ვარას არა რომ დასწელოს გამოთიშ ისა კანკარებს არ მინდა და ეს უმაღლესი გაბრიელ ბედის ვაწდი საქართველოსი ერთმა რომ მაკურთხა და ის ვაწდი მარცა გიორგი ათონელისა გაბრიელისა და კიდესი სიმონ სვეტისა ვაწდა და მეც წამს რომ არ შემწამებას ღმერთი ვაწდა შემიწამს ქრისტეს ტიპების იმ მარადისობისთვის და იმ სიყვარულისთვის მოვასისა და ღმერთისა და ჯექია ხალხი და ლაქტომინიკაციის და ჯექია Garim kediye kursu, cars veren kısmı ya. Daha hepsi var, bekliyor. Kapı pide oluyor. Yani şadiyeler sonra. Kırabıyız ahir. Rahat sağlam ediliyor orada. Şenile kalk tamam. Kaçınıydı. Böyle bir den orada çabaklıydı. Rahat içiyor o teli Moskovi'de kalsın. Sekaş dagudilso moxna შენი გულისთვის სეკას აქვს შენი ციო დახრეტა გახო
ალდექი და პირჯველი გადავიწერე. დიდა არც ქრისტე ღმერთი, დიდ ხარ შენ ქრისტე ღმერთო და საკვირველია საქმე ნიშანი და ვერ ვიშემძლებელ არს მადლის მიცემა საკვირველებათა შუნდა. რას დემართულებად? რა გააკეთე? მის საფსტოს შენობა დასწვილი და უკანი გაიქ ტრიობა არის შემისული. რუსთავში ჩემადამ გაიგორო დასწეს ტრიბუნა. ნაპილაგარგეუნა. კი. 61 წელსი იყო ესა ტრიბუნა და თავების და სახრა დავწი. და ის რუსთავში გაიგეს და თბილისში ჩაიხერგე ეს გზები. მე ხარ ახლა ამათ ხელში. აქეთ ხალხსადგედან ვიღაცები, მაგრამ იარაღიტი არა. ვიცი გეშილაკთ. როდამე იყოს ადამიანი მოკლა ისაჩი და მოკლა. ვიცი კომუნისტების საქმე ძაღლები არიან. გრები ცხვრები გრის ტყავებში. და ვიცი როდამე იყოს რომ ერთი ადამიანს მოკლა ის მე მამკალა ვიცი მithom განანესი არაფერი ჩეულებრივად მithom კაცები არიან გაფრთხილებულია დამპალები Când cacioba mertba dasqellos mertki gamiqvalet da damxulit da sadats zaxli daqtvile ეგრე უთარი თაო რა თაო მოდერჯი რა თაგულავს ქედა სტალინის საკრავიდან რად გამაიტანებდა და დასვეთ მეთქი ქედა ხათ პარტიულები მარქსი ენგელსი თუ წაგიკითხია მოდერჯია მარქსი ენგელსი მეთქი აი საერთოდ დიფერი მე ინტერესი კოპილი ყავით რო ლაპარაკობ ეს არ ვიცინებდი თარა მარც გაგვეცინებოდა ეგრე რო იტო ვიმოსახალი კაცი ხოდა მე საბაკნაცე მესაუბრებოდა როგორ ახალდა შეფრებიო ჩეკავს ისო მე უთხარი მოგეშინოთნები როცა თქვენთვინამეთი კომუნისტებისთვის შანტიხოლობებით განაცხადებიცევიჩი დარგობს ხოლო შენა უკითხავე შალადნაცეს ელოდება დიდი ღირსება მეთქი სინამდვილეში მე მე დავწინო ხოდა მე შენა რა კაცი ხარ და იხდე ერთმანეთს ეს არანაირი გიშიაო ეს რაბრძნულად ლაპარაკობს ამაზე იძახიან ესია მეუციათ მეთომ გიჟიაო დაბა მეთქი დაამტკიცე მე თუ გიჟი ვარ თუ სოლო კონცერტი სწორედ მაგასია ღმერთის წყალობა მეთქე და ვერ გაგიგებ მე ისო მაღლესი მოციქული ვარ ადამიანი რომელიც ღმერთის ისმენის პროძემ თავრობის სასახლეში ვიცი წაიყვანეთო გოდერჯიო ორი ხვარაქშია შავარდნაძე მითხრა დაუტოპე მემრე ნამდვილად მამშე დამეთქი ჩაიყვანეთ სასადილოში და პატივიეთში დაბასო პატივად მე პარიტო ეს ისეთი კაცია ამას შეხება ისაჯი ღმერთის სასწაულს მეოთხედი გოდერჯი პურიქშია ნო ნამდვილად მამშე დამეთქი სასადილოში ჩაიყვანეთ და პატივად მე პარიტო ერთი შავარდნაძე მას ხო და ერთი ზურაბაშვილი პროფესორმა როდესაც მე ზურაბაშვილი რომ მქონდა ამსის ხო და გაკუნდი ხელზე მაშინ ავიღე მე ხიციხები ნერე მოგუდი და გეხეცები ჩიჩაჯი იყო განა დაიჭა კაი კაცი აბა მაიკაი მარჯვენა გიკურთხო წმინდანინო ხო ვიცი სერავს
აბა ელაპარაკოს ვიმოს სოფიკო წიელუბე ზო იცნო მამა სტუმრად რომ მობრძანდება მამა გაბრიელი ყვარულია ძალიან ახლა ერთი კაცი და მე მაგალობი ეცა ძალიან ამდე შენ თუ გიჟი ხარ გაიგები თუ ვაკალე და მე ვაკვირდები ყველა თითო შეფერი გვაქალი ერთი თნოლი ძებს ასარგებლად როგორები ვართ თითო შეფერი ყველას ვაკალი ლოკა ხოხორო მოცადები ჯი შეშეკი თქვენი სახელი ფეხსიარები ამიან პედიფილი წაებს სახელი თქვენი სახელი ნამდვილად ამდროს სვეტი ცხოვრები წარმამიდგა თვალწინა და დედათა მონასტერი საქართველოს რიბადგულისტვი და შახწიდო თამი აბოთვილების წამებისთვის აბოთვილები არაბებმა აწამეს და მუსულმანმა ძალიან წამები კომუნისტების ხარიდან ბოლო წამები ვდივარ კაპრიელი ისაუდა შანაშეს ერთი ის მაღალესი ამცნების განხორციელება გრძნოდა ქონები ოდეს ქეთევან დედოფალი მე სტუდიაში ვიყავ ეზოჩხეიძესთან და სხვადი მამართეს დამსვეს ელიმორიდაო საქართველოს ხადაკი მე საქართველოს ხადაკს მეძახია და ეზოჩხეიძე მეუთხარი ეზოჩხეიძეს სტუდიაში ოთარ კობერიძე იქ იდგა გაგიგონებათ რატო გადაიღეთ ეს კილომეტრი ქეთევანის წარდა უგუნდოდათ გადაკეთევან დედოფალი ოდესე წამებოდა გადაიმარში არის სასურდა ერთი პირჯვალიან გამოუსახლია მეთქი და გათახსინეთ საქართველოს კოსტემპრომი ყველა უნდა გაგლაცოთ და გცემოთ თქვენ ახალ ფარისევლები და არა რეჟისორები მართლა არ არის ერთი პირის დედოფლის წამება შირაში თეიმურას დედისა სახდება არა ადამიანის შენითა და ნაბაგოლები არამედ საქმით რეჟისორმა უნდა იყოს საქმით გამოხატულია კინოსტუდია არა სად გაგონია მაპატია იესო ქრისტეს არა გეტყვი ამანები ღრმაში ხوارშავე აი ახლა მე დავტრიალდი და მინახე ой ეს ანტიქრისტესაც ჩამოგიგებია გოდერძიო იქ და გვიცი არ გეყოფარო აქ კაბინეტებიდანაც ვიყრი იცორამფებსაო მოსხოდის კაცი თუ ხოდი ვალოსინის კაცი თუ ხოდი ახლა ვიყარი კაი სახიობი წორა არასაც ვაჰოდი სამოთხი და მართალ სამოფსანგალვა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ტელეკომპანია PK TV-ს ეთერშია.
ჩვენი საავტორო რუბრიკა საუბრები მოძღვართან და დღეს სტუმრად ყავს ჩვენი უსაყვარლესი დედაო მონაზონი პარასკევა როსტიაშვილი, რომელიც გახდა თავის დროზე წმინდა მამა გაბრიელის მორჩილი და შემდგომ უკვე მისი ხელდასმით ჯერ კიდევ მამა გაბრიელის სიცოცხლეში და ახლაც მისი კურთხევით არის მამა გაბრიელისგან ჩვენი კურნების მადლით დაჯილდოებული, თუ სწორად ვამბობ დედაო, იმიტომ რომ დედა პარასკევას მოღვაწეობა მთლიანად უკავშირდება, შეიძლება აი ასე ითქვას, მამა გაბრიელის ანგელოზებრივ სიწმინდეს ერის ცხოვრებაშიც და იგი ზრუნავს და მე მას ასე რაღაც მორჩილის სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ და მე მას არ ვიცი, ჩემ და უნებურად აი ეს რაღაც უცნაურად აღმომხდა და ჩემთვის ვუწოდე მიწაზე მოარული მამა გაბრიელი და ვკითხულობდი მამა გაბრიელის ცხოვრებაზე და დედა პარასკევას ინტერვიუებს ვკითხულობდი და უცებ აღმოვაჩინე, რომ დედა პარასკევა მამა გაბრიელს უწოდებს მიწაზე მოარულ ანგელოს. ასე რომ რაღაც აღიაქაც უცნაური დამთხოვა. მოდით პატარა პროლოგს გავაკეთებ. მონაზონი პარასკევა როსტიაშვილი. ღვთის განგებით ერთხელ სიზმარი ვნახე. თითქოს მამა გაბრიელის მომვლელად დამნიშნეს და თვითონ ღვთის სათნო ცხოვრებას მასწავლიდაო. მეორე დღეს სამწყემსურში ვიყავი მონასტერში რომ დავბრუნდი, მე უფე დანიელი მობრძანდა. ყველანი შეიკრიბნენ, მეც დამიძახეს. მე უფე ბრძანა, მამა გაბრიელი ცუდად არის და იქნებ მომვლელი დავუნიშნოთო. იღუმენია ქეთევანმა ჩემზე მიუთითა. აი ასე გახდა მონაზონი პარასკევა მამა გაბრიელის მომვლელი. მამა გაბრიელი არ არსებობს, მე ვფიქრობ, ქართველი და არა მარტო ქართველი, ვისაც რაღაც გარკვეულწილად მის სიცოცხლეში ქონია შეხება და არ უღიარებია მისი სასწაულები და მის მიერ კურნების ძალა და მადლი და აი ახლაც მამა გაბრიელმა დაგვიბარა რომ დამიძახეთ და მე თქვენთან მოვალ. ყის გავჩნდები თქვენთანო და არ არსებობს რაღაცა, რაც არ უნდა გაუსაძლისი მომენტი მქონდეს, მე მამა გაბრიელს არ მევმართო და მამა გაბრიელი მომენტალურად არ გაჩნდეს ჩემთან და იცით, როდესაც მე მამა გაბრიელის სასწაულებზე სამთავროს დედათა მონასტერში ვიყავი, დედაო თქვენ უკვე იქ აღარ იყავით და დედა ნინო მითხრა რომ ქეთევან დადგადრო შენ ამ სასწაულებზე ისაუბრო და მე გადაცემად ჩავწერე, გამიჭირდა ძალიან სხვათა შორის იმ სასწაულებზე საუბარი, იმიტომ რომ ცხოვრებაში ხალხთან ადვილად საუბრობდი და როდესაც გადაცემაზე მიდგა საქმე ვეღარ ვილაპარაკე. და მე რაღაცნაირად ჩამოვაყალიბე პუნქტებად და მამა გაბრიელის სასწაულებზე ჩემს ცხოვრებაში რა სასწაულებიც აქვს მას მოხდენილი, იმაზე ვისაუბრე, ამაზე ახლა თავს არ შეგაწყენთ და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ტელევიზიაში, ან თუნდაც ჩვენს ჰოსტინგზე PKTV2 YouTube-ის არხზე, ჩვენს არხზე და ერთს კი ვიტყვი, რადგან დედა პარასკევასთან ვართ მოსულები, დედა პარასკევა იყო სწორედ მობრძანებული, როდესაც ჩემშვილს ძალიან უჭირდა და ჩემშვილი იწვა საავადმყოფოში, ჩემი მარიამი და დედა პარასკევამ რაც მითხრა და როგორც მოეფერა ჩემს მარიამს ის უხრწნელი სისხლიც აცხო, მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლიც, ჩემი მარიამი დღეს სოცხალია, კარგად არის და მადლობა უფალს, მადლობა მამა გაბრიელს, მადლობა თქვენ დედაო. საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს, ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც. მამა გაბრიელი. არქიმანდრიტი, აღმსარებელი და სალოზი. მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ეკლესია ააშენა. 1965 წლის 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი დაწვა. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა ასე განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცრად უნდა დიდება, უნდა ეწეროს: დიდება ქრისტემ ღმერთს.
1995 წლის 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებ დაკრძალული იყო ბერმონაზონური წესით, ჭილობში გახოვული ცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. როგორც გითხარით, დედა პარასკევა გახდეთ მამა გაბრიელის მორჩილი გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგაც დღემდე, რა თქმა უნდა, 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა წმიდანად შერაცხა მამა გაბრიელი ურგებაძე და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა პატრიარქის კურთხევით 2014 წლის თებერვალში მცხეთაში სამთავროს მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის საფლავთან მდგარი დედა პარასკევას სამურიგეო კელია აიღეს და დედა პარასკევა დღეს მოღვაწეობს, უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს ვარდგინეთის დედათა მონასტერში, აქ ბორჯომის რაიონში და ჩვენ სწორედ აქ ვართ მასთან მობრძანებული მოსულები უკაცრავად დედათა მონასტერში და მივესალმები კიდევ ერთხელ დედა პარასკევას და ჩვენ ვისაუბრებთ იმ სასწაულებზე, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება და თვითონ დედა პარასკევას მოღვაწეობაზე. მოგესალმებით და მშვიდობა დედაო. მამა გაბრიელმა. დედაო, მინდა რომ დღეგრძელობა, სიკეთე და თქვენი მოღვაწეობა დიდხანს გქონდეს და არ შენელებული იყოს, იმიტომ რომ თქვენ გვაძლიერებთ. მე მინდა მაყურებელს უთხრა, რომ ხშირად მობრძანდება ხოლმე ჩვენთან მამა გაბრიელის სამოსის სიწმიდეები და ჩვენ კლინიკაში ზაქარია როჭიკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში მომავაბრძანებთ ხოლმე მას დედა პარასკევას კურთხევით და ეს თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა მადლია და პაციენტიც, ექიმიც, ყველა მომლოცველი როგორი გულწრფელობით დგას და მამა გაბრიელის სამოსთან შეხებით როგორ ჟერა, რომ ის აუცილებლად კარგად იქნება და რომ აუცილებლად ქართველიერი საქართველო აუცილებლად კარგად იქნება. დედაო, სანამ ჩვენ გადავალთ თქვენს მოღვაწეობაზეც და საერთოდ კიდევ სხვა კითხვებზე, მოდით კურნებაზე დავიწყოთ საუბარი და აი პირველი რა კითხვაც მინდა დააგისვათ, აი ეს რა კავშირშია ქრისტიანულ ცხოვრებასა და ადამიანის ფსიქოლოგიურ, ემოციურ ჯანმრთელობას შორის, რა კავშირი არის და როგორ უწყობს ხელს ეს ფიზიკური დაავადებების პრევენციასა და რეაბილიტაციას. კითხვა არ ვიცი, მე მგონი სწორად დავსვით, მიხვდით, ხო? დიახ. ღმერთმა დაუშვა, რომ თავის წმინდანები დედამიწაზე ეხმარებოდნენ ადამიანებს, კურნავდნენ და სასწაულებს ახდენენ, რომ კიდევ ერთხელ ფაქტი დამტკიცდეს იმისა, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია, ის კურნავს ადამიანებს, ეხმარება, აძლევს რწმენას კურნებისას, ჯანმრთელობისას და სხვადასხვა განსაცდელიდან გამოყვანისას და დარწმუნდნენ ღვთის ძლიერებაში, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. დიახ და აი ეს როგორ შეიძლება შეაფასოს მედიცინამ პატიების, ლოცვის და სათნო ცხოვრების გავლენა ქრონიკულ დაავადებებსა და მათ მართვაზე. ადამიანს აუცილებლად ჭირდება ღმერთის დახმარება. ღმერთის დახმარების გარეშე ვერც მედიცინა და ვერც რამე კურნება ღმერთის დახმარებით ვერ მოხდება ვერაფერი. ამიტომ ადამიანმა პირველად უნდა მარტოს ღმერთს დაეხმაროს, რომ ის მედიცინამ სწორად განკურნოს, შეეწიოს, ილოცოს, მიაკითხოს ეკლესიას და შედეგიც აუცილებლად იქნება. ზუსტად ადამიანს ბოროტი ძალა ებრძვის და გონია რომ ის რაღაცა და ეს ცნებულებას წარმოშობს და აუცილებლად უნდა მიაკითხოს ეკლესიას, სამღვდელოებას, რომ ეს შედეგი იყოს ისეთი, რომ ეს ადამიანი განიკურნოს და წყალობა იყოს ღვთისა. ანუ შეიძლება ასე ითქვას, რომ როდესაც ადამიანი ვთქვათ მიდის სამკურნალოდ, მას აქვს რაღაცა გონია რომ უკურნებელი სენი აქვს ან რაღაცა განსაკუთრებული მძიმე დაავადება, ის თავდაპირველად უნდა მივიდეს ეკლესიაში, შესწავლოს. აუცილებლად უნდა მივიდეს ეკლესიაში და მიმართოს ეკლესიას სამღვდელოებას, იმიტომ რომ
შეიძლება დაავადება, ან ყოველ შემთხვევაში ადამიანი პროფესორიტის მანქანებისგან იყოს ესე დაავადებული, შეწუხებული, შეპყრობილივით და საჭირო კურნმისთვის სამწუხარო პარანკლისი ჯანმრთელობის, ლოცვა, ზიარება, მარხო და შედეგი აუცილებლად იქნება ის განიკურნება ამსნეულებისაგან აუცილებლად უნდა მოუმატოს რწმენას თხოვოს მოსიკურებით თხოვდნენ ღმერთს რომ მოგვიმატე რწმენა თქო და ადამიანმაც უნდა თხოვოს წმინდანებს მამა გაბრიელს და რომ მოგვიმატე ჩვენ რწმენა და ის შედეგი აუცილებლად იქნება და იქნება კურნებად. თქო განსაკუთრებიდან გამოყვანა. დიახ. აი, როდესაც მამა გაბრიელს სამწუხაროა რომ მე მას მამა გაბრიელს მის სიცოცხლეში ვერ ვიცნობდი, არ ვიცნობდი ფიზიკურად, მაგრამ როგორც კი ის გარდაიცვალა, თუმცა ჩვენთვის ყოველთვის ცოცხალია, მე მომენტალურად დავიწყე მის საფლავზე სიარული. აი, იცით, რაღაცა უცნაურად და იქიდან ჯერ ხო ძალიან შემიყვარდით და მე ის საფლავი იყო ჩემთვის ძალიან ახლობელი. მე მამა გაბრიელს ვესაუბრებოდი, სულ რაღაცას აი ვეუბნებოდი, ვუყვებოდი და მე ვიცოდი რომ მამა გაბრიელი მისმენდა. ჩემთვის ლუსკუმა, სადაც ის ბრძანდება ახლა მამა გაბრიელი, თითქოს ვერ მივდივარ იმ ლუსკუმამდე. და არადა რამდენი მაქვს იცით? კი, ყველგან ველაპარაკები მამა გაბრიელს, მაგრამ ძალიან ბევრი მაქვს მასთან სათქმელი. აი რა ხდება, აუცილებელი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ მამა გაბრიელი ცოცხალია, მისი აღმოყვანება საფლავიდან. მამა გაბრიელის ცოცხლაში ამბობდა, რომ ჩემი საფლავი გაიხსნება. და ეს ზოგჯერ ადამიანებს ჭირდებათ ფაქტი იმისა, რომ ნამდვილად სხეული უხრწნელიან რაღაც სხეულის მდგომარეობის ნახვა, რომ დარწმუნდნენ ამ წმინდანის ძლიერებაში. და ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თქვენ ასე ფიქრობთ? დიახ, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. აქამდე თუ ჩაჩეულები შემოვაყვანეს რა გამოვიდნენ და შემოვაყვანეს ჩვეულებრივი. სულერტია, ეს საჭებია, საერთოდ ადგილდება ჩამოსულებიდან ბევრგან გადაუგეთ ჩვენ ვეცოდით ახლა საშვების გარეშე რო დავახვიდეთ ჩემოვაშველი დავახილებთ აქ იმას და საშვებს აქ მამა ნეოფიტეს ნომბერის ჩემთვის ალბათ სინოდი გადაწყვეტს როგორ უნდა მოიქცეს. მაგრამ ხო არის 9 ნეტარებაში ნეტარ არიან მორწმუნენიო და რომ არის ადამიანი რომელსაც მაგალითად ქრისტიანებიც როცა დედამიწაზე ზოგჯერ მიდიოდა ადამიანებთან ზოგჯერ ისინი პირდაპირ იკურნებოდნენ ზოგჯერ ასევეა წმინდანთანაც შეიძლება პირდაპირ კურნებით მოხდეს კურნება შეიძლება თულად არ დაჭირდეს ადამიანს ამ თვალთან მისვლა წმინდანთან მისვლა ასე შემდეგ შეიძლება ახსენოს სახელი და ისეთი წმენა ქონდეს რომ ის მაშინ განიკურნოს ესა უამრავი რაღაც ადამიანის წმენაზეა დამოკიდებული. დედაო, თქვენ გაქვთ კურთხევა მამა გაბრიელისგან მის სიცოცხლეშივე და ეს ამ კურთხევით ხართ დღემდე, როდესაც მისი უხრწნელი სისხლი გაქვთ. მის სიცოცხლეში ისე რომ მამა გაბრიელმა იცოდა რა და როგორ იქნებოდა. ეს მუდმივად მქონდა ჩემთან და ეს ყოველთვის მაქვს. აი თქვენთან აი ამ მონასტერში, ვარდგინეთის დედათა მონასტერში. სადაც აი სულ მამა გაბრიელი უმეტესობა მამა გაბრიელია აქ წარმოდგენილი და სულ მამა გაბრიელია. თქვენთან ისევ არის მამა გაბრიელი და თქვენ ისევ მამა გაბრიელთან. სამთავროში ვიყავი, ვფიქრობდი თუ აი მამა გაბრიელის ხატი მეუბნებოდა რომ უნდა წავთულიყავი და მე ძალიან შეწუხებული ვიყავი მამა გაბრიელი აქედან როგორ წავიდე ხომ ღალატი ხო არ იქნება რომ შენი სხეული აქ არის და მე კიდე უნდა წავიდე და მაშინ ესეთი შემოდიოდა გულში ესეთი სიტყვა მამა გაბრიელის რომ მე მან დაარავარ აი მე სადა ვარ და გამოიხედა და მე გავიხედე და აღმოსავლეთისკენ დავინახე მამა გაბრიელი და მე გადავწყვიტე რომ სასასვლელი ვიყავი.
ანუ თქვენ მიგანიშნათ მამა გაბრიელმა რომ აქეთ უნდა წამოსულიყო. მრევლი ბევრი ყავთ დედაო აქ მოდიან. მოდიან სოფლელები და ხალხით მოდის ეხმისაც როგორ უნდა. აი კურნებისთვის თუ მოსულა უამრავი კურნები აღარ მამაგაბთან მოდიან თხოვენ ევედრუქეს განსაცდელის გამო ზოგჯერ რაღაცა სნეულების გამო ზოგჯერ რაღაცა ადამიანის უძულორების გამო და ეს ყოველთვის სრულდება ეხმარება მამა გაბრიელი აი ის როგორ იყო დედაო როდესაც ურწმუნო ქალბატონმა რაღაც არა ურწმუნო არა შეიძლება რაღაცა კითხვები მამა გაბრიელი რომ ყველა ადამიანს აქვს რწმენა ურწმუნოსაც თავისებური რწმენა აქვს და უბრალოდ რეალურად რომ გამოჩნდება ხოლმე მე მივხვდებით რომ ეს ხომ აი მე ეს კურნება წამომივიდა აი აქედან აი გავიხსენები მკრაზანას ფაქტს თქვენი მონაყოლიდან ვიცი რომ ქალბატონს კრაზანამ უკბინა და თქვენ აცხეთ მამა გაბრიელის ზეთო რა ძალა აქვს შემეკითხა აი ამზეც რა ძალა აქვს მევთხარი აი ახლა ალბათ მამა გაბრიელი გაჩვენებს და მართლა ცოტა ხანში საფლავთან მოფრინდა ეს კრაზანა მაინდა-მაინც ამ გოგონას უკბინა ფეხზე ეს ფეხი იმ წამს დაუსივდა ხო და მე მითხარ მოდი მამა გაბრიელი ზეთი წავიდოთ იმას რა წასმა არ უნდა ეს რას მიშველის ესეთი აზროვნებით და წაუსი მაინც მამა გაბრიელი ზეთი და მაშინ განიკურნეს დაცხარა ყველაფერი ტკივილმა გაიარა და მე ვთხარ აი თურმე რა ძალა ქონია მამა გაბრიელი ზეთი კიდე დარწმუნდა ამ ძალაში აი თვითონ თუ გამოგიცდიათ ეს კურნების ზალა თქვენ პირადად დედაო მე აუცილებლო მე როცა რაღაცა მაწყობ თუ მამა გაბრიელი ზეთ ვიყენებ და სვამან ვისმევან თორე პირდაპირ მამა გაბრიელს ვებადრები რომ მამა გაბრიელი მიშველი რაღაც და გირჩებათ ის ტკივილი გირჩებათ დედაო მოდით რადგან ამდენი ვისაუბრეთ ჩვენ მამა გაბრიელის უხრწნელ სისხლზე მე ხა მაყურებელს ბევრს არ მოუყვები ისე თქვენგან არის უკეთესი მაინც რომ კიდევ ერთხელ ხო შეიძლება რომ ვინც ახლა ისმენს პირველად მამა გაბრიელის სასწაულების შესახებ ისიც იცოდეს საიდან და როგორ არის ეს უხრწნელი სისხლი და თქვენ მოყვეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ვინც იცის ეს ზეპირად კიდევ ერთხელ შევახსენოთ მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლის თაობაზე და შემდეგ უკვე კითხვას დაგისვამთ მის კურნებაზე დიახ მამა გაბრიელის სიცოცხლეში სნეულების დროს ექიმები მოვიდნენ და დიახ სისხლი აუღეს და როდესაც სისხლი აუღეს წავიდნენ რომ ანალიზი გაეკეთებინათ გაიარეს სვეტი ცხოველში ეს იყო გერმანული კოლბა გერმეტიულად დახურული თავით და გაიარეს სვეტი ცხოველში და ექიმს რომელსაც ეჭირა ხელში ეს კოლბა თქვა რომ როდესაც მანქანაში ვიდივართ უცბად გეგონება ამ კოლბას ქვემოდან რაღაცამ დაკაჩა და ეს კოლბა თავი მოდრა სისხლი დაიღურა და დარჩა სულ მცირე ალბათ 1 მილიგრამი და ძალიან შეწუხდნენ და აღარ რამდენი ერთი კვირის შემდეგ ისე მოვიდნენ და თხოვეს მამა გაბრიელს რომ ეს კოლბა ალბათ შეინახეს ექიმებმა უჯრაში ჩაუდვია და ისე მოვიდნენ ეს კვირის თხოვეს მამა გაბრიელს ისე აიღო სისხლი და რომ ის კოლბა დაიკარგა დაიღვარა მამა გაბრიელი ბრუნდა რომ არა ვარიოზე იყო მაგრამ მაინც აიღოს ეს სისხლი და ისე წავიდნენ და საოცრად ექიმები იყვნენ და ამ დროს როდესაც წავედით თვითონ თქვა იმის საღამოთი მორიგე ვიყავი რომ ანალიზი გამეკეთებინა და ჩანდა სამორიგეობაში დავტოვა რომელიც იკეტებოდა და ცოტა ხნის შემდეგ და მორიგეობა დამამთავრა მივდივარ უცბად ატყდა ყვირილი შემდეგი ექიმი მოვიდა შემცვლელი და უცბად ატყდა ყვირილი რომ ოთახიდან ჩანთები დაიკარგა და როგორ დაიკარგა არავინ არ დაკეტილი ოთახიდან ჩანთა გაქრა იმ ჩანთაში არაფერი არ და გარდა ამ სისხლისა და ეს სისხლი გაქრა ჩანთიდან და გაუცებულები ყველანი მხოლოდ დარჩა ეს 1 მილიგრამი სისხლი მე მამა გაბრიელი მარილ გარდაიცვალა და სისხლის აღება ვეღარ მოახერხეს და ეს 1 მილიგრამი სისხლი დარჩა და ექიმმა მითხრა რომ მე ჩემს უჯრაში მაქვს მამა გაბრიელის ეს სისხლი შენახული და რა ვქნა არ ვიცი მოთხარ ექიმს ვთქარ მე მომიტანი აქ და მომიტანი და ესე დამრჩა მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლი დიდება უფალს დიდება მამა გაბრიელს და აი ეს სისხლი არის აი ასეთი მართლა ჩვენი სულისა და ხორცის მაკურნებელი
დედა პარასკევა, ეხლა თქვენ ალბათ უკვე ზედმეტიც არის ეს კითხვა, მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ. აი სასწაულებრივ ზეთზე, ანუ მამა გაბრიელი სასწაულებრივ ზეთზე და აი ამ უხსნელ სისხლზე, რომელს რა ძალა აქვს, აი რა დროს კურნავთ აი ამ უხსნელი სისხლით და რა დროს ვთქვათ აი ამ სასწაულებრივი წმინდა ზეთით მამა გაბრიელი. არის თანხმდრაში ერთმანეთთან. ზეთიდან გარდა მოედინება უხილავი ძალა და აძლევს იმ ძალას ამ კურნებისას და გონების საღად განვითარებისას. სისხლის პირდაპირ შეხება წმინდა მამა გაბრიელთან და ის აძლევს უდიდეს ძალას ადამიანს, რომ შედეგი მიიღოს ის, რაც უნდა. ანუ მძიმე, მე მახსოვს ჩემ გოგონასთან რომ შემოხვედით, ჩემს მარიამთან, იქ ხო არავინ არ იყო, თქვენ მიწაც წამოიღეთ მამა გაბრიელის საფლავიდან და მე ცოტა არ იყო შემეშინდა, მე მგონა რომ უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი, იმიტომ რომ ხელოვნურ სუნთქვაზე იყო და მე როგორც დედას ბევრი რაღაც მეშინოდა, მაგრამ თქვენი იმედი მქონდა, ანუ თქვენ და მამა გაბრიელი ხო ერთად მოიაზრებით და რომ გამოხვედით, იცით, ჩემმა გოგონამ ესეთი რაღაც თქვა, რომ არაფერი ამ ბავშვს არ ახსოვს ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, გათიშული ქონდა ტვინი და თქვა, მე მახსოვს მამა გაბრიელის ხატი. და მარიამ დამიძახა, კი, მარიამ დამიძახა. მამა გაბრიელი, მამა გაბრიელი ჩემთან იყავი. ის მართლა ყოველთვის ჩემთან არის. და თქვენ რო გამოხვედით, თქვენ მე მითხარით, რომ მარიამი გადარჩება. და ასე რომ მინიშნებას მაძლევს, როცა ავტობთან გამოვდივარ, როგორ იქნება მდგომარეობა. მე სულ ნერვიულობ და ავტობთან რომ მივდივარ, რა თქმა უნდა, და როცა მამა გაბრიელს უმეუბნება, რაღაცნაირად ეს შინაგანად ხდება, რომ გეშინიაი ყველაფერი ესე კარგად წავა. დიახ, და თქვენ ეს თქვით, ასევე მოხდა ჩემი მეუღლის დიშვილთან დაკავშირებითაც ავტოავარიის შემთხვევა იყო და ახლა ინვალიდის სეტლში ზის, მაგრამ არავის ეგონა და არავის ჯეროდა, რა თქმა უნდა, დედას ყოველთვის უნდა და ახლობლებს რომ გადარჩეს შვილი, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. თქვენ მაშინაც მოგზანდით აი ამ ზეთითა და უხსნელი სისხლით და რომ გამოგზანდით, თქვით, რომ ლექსო გადარჩებოდა. მადლობა ამისთვის კიდევ და კიდევ. და დედაო, აი მიწას რა ძალა აქვს მამა გაბრიელის საფლავის მიწას და დღეს არის თუ არა კიდევ ის მიწა? წმინდანების დიახ არის. წმინდანების საფლავზე მიწებით გამოიყენება ჩვეულებრივ სხვადასხვა წმინდანების აქვს და მას კურნება და ზოგჯერ ამ მიწას წყალში აგდებენ და სვამენ, ზოგჯერ თავქვეში იდებენ, ზოგჯერ ევედრებიან და ასე ყველანაირად იყენებენ, რომ შედეგი იყოს. დიახ. და აი რა ძალა აქვს, ანუ რა დროს როგორ უნდა გამოვიყენოთ, თქვათ ეს მიწა. აი თავქვეშ მაგალითად რას კურნავს, წყალში რას კურნავს. სნეულების დროს, ან უძილობის, ან რაღაც ასეთი შემთხვევების დროს ეს მიწა გამოიყენება იმისთვის, რომ ადამიანებმა ზოგჯერ ავადმყოფობის დროს, ზოგჯერ რაღაცა განსაცდელი დროსაც ისინი იდებენ ამას ტკივან ადგილზე და შედეგი არის, აი როგორც ზეთი. დიახ. და აი მოხმარების წესით რომ კიდევ უთხრათ, მე კი ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ მე ყოველ დილას ამას აუცილებლად ვიყურებ ხოლმე და როცა გინდა რომ ღმერთს რამეს თხოვო, პირველად უნდა თქვა მამა უჩვენოს ლოცვა. დიახ. ღვთისმშობელო ქალწულს სამჯერ და წმინდა მამა გაბრიელა ღმერთსა ჩვენთვის სამჯერან წმინდანს და შედეგი იქნება. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ დედა პარასკევა არის ავტორი იმ დაუჯდომელი საგალობლისა, რომელსაც მამა გაბრიელის დაუჯდომელი საგალობელი ქვია და რომელიც მე ძალიან მიყვარს. ძალიან, აი თითქოს ძალიან მარტივად არის დაწერილი და პირდაპირ სულში და გულში მოდის და გონებაში. მე არ ვწერდი ამ დაუჯდომელს, როცა შემიძლია მამა გაბრიელ მეთქი და თითქოს აი რაღაცა მაძალებდა მამა გაბრიელ დაწერე და მე დავწერე დაუჯდომელი, რომ რაც მამა გადაგებდა მამა გაბრიელ სიტყვებს ამბობდა, აი ის სიტყვები, ის სახარება, რასაც ამბობდა, როგორც ესაუბრებოდა ადამიანებს, ჩავწერი ამ დაუჯდომელში და პარაკლისში. მე მამა გაბრიელმა ის მადლი დაადო ამას, ღმერთის მადლი და ის გახდა იორის საკითხავი.
ძალიან ძლიერი დაუჯდომელი, აი ეს საგალობელია. დედაო, არჩილ მინდიაშვილს აქვს კიდევ დაწერილი მამა გაბრიელის დაუჯდომელი, სადაც მამა გაბრიელი მოხსენიებული ყავს ღვთის ძედ წოდებული. მოდით გავუმარტოთ. ისე როგორც წმინდა მამებს, ესეც დიდწმინდა მამებს, როგორც იყო მამა გაბრიელი, სოფლიო მნიშვნელობის დიდწმინდა მამებს, რომლებიც იცავდნენ დედამიწას, ღმერთს ყავდა ესეთი დიდი წმინდა მამები, რამდენიმე გამორჩეული, რომლებიც დედამიწას იცავდნენ ანტიქრისტესთან გამეფებისაგან დედამიწაზე და ამ ბოროტი ძალის მოქმედებისაგან დედამიწაზე. მამა გაბრიელი ასეთივე დიდი იყო, განსაკუთრებულად გამორჩეული ღვთისაგან და ღმერთმა და ღვთისმშობელმა გამოგზავნა მამა გაბრიელი საქართველოში, რომ ამ პატარა საქართველოს მადლით და ასეთი დიდი რწმენით შედეგი ყოფილიყო მთელ მსოფლიოში, რომ მსოფლიო გადარჩენილიყო ბოროტის მანქანებისაგან. დრომდე ქრისტეს მეორად მოსვლამდე და ეს არის და ამიტომ ასე წმინდა მამები პატარა ღმერთებს უძახებდნენ. და ალბათ არჩილმაც ეს ტერმინი გამოიყენა. და ძალიან მიხარია ეს იმხელა საოცრება არის ჩემთვის, რომ ძე ღვთისა უფალია. ანუ უფალთან გატოლებული ჩვენი პატარა ღმერთებს უწოდებდნენ და ამიტომ ალბათ არჩილმა ეს გამოიყენა. მადლობა უფალს, მადლობა მამა გაბრიელს, მადლობა თქვენ, მადლობა დეკანოს არჩილ მინდიაშვილს და ჩვენ უახლეს, აი ამ საქართველოს უახლეს ისტორიაში ხილული წმინდანი ყავდა და ყავს. მამა გაბრიელის მსახით და მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ღვთისმშობელი ხალხთან რომ იყო, რა იცოდნენ რამხელა იყო დედოფალი ცისა და ქვეყანისა და მე რომ თქვენთან ვზივარ, რა იცით თქვენ მე ვინ ვარ. მოვადრო და მსოფლიო გაიგებს ვინ არის გაბრიელიო. და ალბათ ეს ბოლოს დაამატა, რომ ის პაპთან დამიბარებენ, ალბათ ეს ძალოსურში წვა იყო და მათ ჩვენ ვერ გვგებულობთ. და ალბათ რაღაცა საიდუმლება ალბათ დევს ამაში. და ეს არის ეს მამა გაბრიელი, რომ მართლაც მსოფლიომ გაიგო ვინ არის გაბრიელი. ცოტა დიდი ძალა არის მასში ღმერთისა, რომ მსოფლიო ევედრება მამა გაბრიელს, რომ მსოფლიო მნიშვნელობის წმინდანი არის. და სხვათა შორის იცით დედაო, აი ახლა თქვენთან რომ ვზივარ, მართლა ძალიან ჯერ ხო ისედაც მონაზონთან რომ ხარ, სტუმრად რომ ხარ და მით უმეტეს როცა ბედავდა ესაუბრები მას, ეს ძალიან დიდი სიწმინდე და დიდი მადლი გადმოდის და მეორეც თქვენ არა უბრალოდ მონაზონი ხართ. თქვენ ის მონაზონი ხართ, რომელსაც სიცოცხლეში ხვდა ბედნიერება წილად, რომ მისი მორჩილი და მისი მომვლელი ყოფილიყო. მოდით გავიხსენოთ რაღაცა გარკვეული ფრაგმენტები აი აქედან. ვინ იყო თქვენთვის აი იმ მომენტში, აი რანაირად თქვენთან სიზმარი ნახეთ და უცებ აგიხდათ აი ესე უცნაურად გადავწყვიტე. გადავწყვიტე ძალიან წავიკითხე ანტონი დიდის ცხოვრება. მეტი წიგნი მაშინ გამოსული არ იყო ესე სულიერებაზე. და ძალიან შევწუხდი, რომ ანტონი დიდის ცხოვრება ძალიან რთულად ეწერა და ვფიქრე, რომ ამას ვერ შევძლებდი. და მებედებოდი ღვთისმშობელს, როგორ მოქცეულიყავი მინდოდა მონაზონი, როგორ მოქცეულიყავი არ ვიცოდი და უთბად ხატი, რომელსაც მებედებოდი, ივერის ღვთისმშობლის ხატი გაცოცხლდა და მეუბნება, შენ წადი და თუ გაგიჭირდება მე დაგეხმარებიო. მართლაც მე წავედი მონასტერში იგივე, რომელ მონასტერში? სამთავროში წავედი. მამა უთხოვე კურთხება და წავედი სამთავროში და მართლაც ზუსტად კიბეზე როგორც კი ავედი, შევხვდი მამა გაბრიელს, რომელსაც არ ვიცნობდი რა თქმა უნდა და რომ დავინახე, რომ ის მღვდელი იყო და ჯვარიკი და პატივისცემის ნიშნად კურთხება ავიღე. და აი ღმერთმა ღვთისმშობელმა პირდაპირ მამა გაბრიელთან მიმიყვანა მერე და აი ესე სახელიც მან შეგირჩიათ. სახელიც მან შემირჩია. ესე აღმოჩნდა მამა, ანუ ღვთისმშობელმა პირდაპირ მიმიყვანა მამა გაბრიელს ყოველთვის მეხმარებოდა, რომ მამა გაბრიელთან ეს ურთიერთობა ყველაფერი კარგად ყოფილიყო. არ გიჭირდათ მისი საუბრების, სალოცის საუბარი ძალიან რთული გასაგები. ღვთისმშობელი ზუსტად ამიტომ ალბათ მეხმარებოდა, რომ ეს სიმსუბუქე ყოფილიყო და სიმშვიდე. აი ზუსტად ეს იყო ის დახმარება, რასაც ღვთისმშობელი მიწევდა. ის ყოველთვის მებედრებოდი ძნელ მომენტებში და ის ყოველთვის მეხმარებოდა. მამა გაბრიელს განსაკუთრებულად უყვარდა ღვთისმშობელი. ძალიან დიახ. და მამა გაბრიელი ყოველთვის ლოცვისას ღვთისმშობლის ხატის ქვეშ იდგა. ხო ასე არის. აი
რას ხედავდა მამა გაბრიელი ღვთისმშობელში? ახლა ძალიან უცნაური და თითქოს პრიმიტიული კითხვაც არის, მაგრამ ჩემი აზრით ეწყვეტავდა საქართველოს წარსულსა და მომავალს და ევედრებოდა ღვთისმშობელს, რომ საქართველო გადაერჩინა. დედაო, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია განსაკუთრებით დღეს. აი თქვენ, როდესაც მამა გაბრიელთან ახლაც, აი ის უხილავი ძაფები გაქვთ და თქვენ და მამა გაბრიელი ერთად მოიაზრებით, იმიტომ რომ მამა გაბრიელი თქვენშია. თქვენ მე პირადად არ ვიცი, აი თავისით ამოვიდა ეს სიტყვები, მე არ შემიქმნია ხელოვნურად, მე თქვენ გიწოდეთ მიწაზე მოარული მამა გაბრიელი, დედა პარასკევას ასე გიწოდეთ. თქვენ მას მიწაზე მოარულ ანგელოს უწოდებდით. დედაო, რას გეუბნებათ მამა გაბრიელი საქართველოს თაობაზე, დღევანდელ სიტუაციაზე, როდესაც ამდენი მუსულმანი, ამდენი უცხო ტომელები არიან შემოსულები საქართველოში და ქართველის ადგილი პრინციპში აღარ არის და მართლმადიდებლობა თითქოს ფეხქვეშა აქვს გათელილი. მამა გაბრიელი ცოცხლებში ამბობდა, რომ აი თითქოს ეგონებათ, რომ ახლა საქართველო გაქრა და აღარ არსებობს და ზუსტად მაშინ აღორძინდებაო. და ალბათ ეს ის არის, რომ მამა გაბრიელი ამბობს, რომ გეშინეთ, მე დაგეხმარებით და საქართველო კარგად იქნება. აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვეულებრივმა მოკვდავმა ადამიანებმა? აი ვიცი რომ უნდა ვილოცოთ გულწრფელად, მაგრამ ილოცეთ რაც შეიძლოთ, ლოცვამთებს დაძრათ. დიახ. და ალბათ ეს ლოცვა გვევედრება რომ ილოცეთ, ამბობდა რომ სიკეთე ქმენით, რომ თქვენმა გაკეთებულმა სიკეთემ გადაგარჩინოთო. მაგრამ აი ზუსტად ეგ კითხვა დავსვი, რომ დღეს მართლმადიდებლობას ფეხქვეშ თელავენ და აღარაფერს ვამბობ უცხო ტომელებზე. იგივე არ ვიცი ახლა ეს რანაირი ქართველია, მაგრამ იგივე თუნდაც ქართული გვარებით ყოფი ადამიანები, ქართული გვარების მქონე ადამიანები და როგორ უნდა ილოცოთ მომავალი თაობა დაგვეკარგა დედა. არა, ღმერთია თუ ყველა ლოცვები შეწყვიტეს დედა. არა, ეგრე არ არის. ეს არის მცირე საზოგადოება, რომელიც შეცდომილი არის და ცოტა ღმერთს დაშორდა. ეს არ არის. თუ ყველა დაეცა მამა გაბრიელ აბოდესტოსში, მაშინ ღმერთი სადღაა, მაგრამ არა, ღმერთი არსებობს, არის, დგას და დადიოდა მუსიკულებთან ერთად დედამიწაზე ფეხით და ხალხს ასწავლიდა როგორ უნდა ეცხოვრათ. ამიტომ ღმერთი არის, დგას და ეხმარება ქვეყანას და საქართველოს ღვთისმშობლის მეუღებით და მამა გაბრიელის და წმინდანების მფარველობით. წმინდა გაბრიელ სალოსი, სიყვარულით ახსავსებელი გვასწავლიდა. პირველი, ყველაზე დიდი სათნოება სიყვარულია. თუ სიყვარული არ გაქვს, არაფერი გაქვს. გიყვარდეთ ღმერთი და მოყვასი თქვენი. მეორე, ნუ განიკითხავთ, რათა არ განისაჯოთ, ყველას თავისი ჯვარი აქვს სატარებელი. იყავით მიმტევებელნი და თანამგრძნობნი. მესამე, უბრალოება შეახსნა. ნუ ეძებთ მიწიერ-დიდებას, არამედ სულიერ სიმშვიდეს. ეძიეთ ღმერთი თქვენს გულებში. მამა გაბრიელის ლოცვა შეგეძიოთ.
დედაო, ღმერთის წყალობით, ესე იგი, როდესაც თქვენ საუბრობთ, მე ძალიან მშვიდდები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მიხარია, რომ ჩემი საქართველო და ჩემი ქართველიერი გადარჩება, თუნდაც მცირედი, მაგრამ ის მცირედი გამრავლდება და გაიზრდება. დედაო, საკვების ამბებზეც არის ძალიან მძიმე სიტუაცია. ახლა ყველა კუთხიდან არის შემოტევა საქართველოზე, კვების მხრივ, გენოფონდის მხრივ და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლით თქვენ ჩემზე უკეთ იცით. მამა გაბრიელი იმასაც ამბობდა სიცოცხლეში, რომ მიწის ჭამა მოგვიწევს და ბალახის და სოფლებში უნდა დავბრუნდეთ. მოდით თქვენ უფრო განავრცეთ აი ეს თემა. იცით აი ეს საკვები რაღაცა დღეს რომ კუჭის პრობლემა წამოვიდა წინ, სეირი და სანახაობა და უფალი გარკვეულმა წირმა ადამიანებმა დაივიწყეს. აი ამის თაობაზე კიდევ და კიდევ გითხარით რა. ამბობდა რომ დიახ. ლოცვით მიღებული ყველაფერს განწმენს და ლოცვას შედეგს გამოიღებს. ამიტომ ისა ქაღალდზე დაწერილი მამა გაბრიელი ამბობდა, ვერაფერს ვერ დაგიშავებ, მთავარია ანტიქრისტად ბეჭედი არ მიიღო ჩუბლზე და ხელზე და დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. დაგეხმარებათ ღმერთი, ვითხოვეთ და მე დაგეხმარებთ უშობელი არ მიგატოვებთო. კარგით, აი ანტიქრისტეს ბეჭედი დღეს ყველაფერზე შტრიხ-კოდებია. ამას მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ფურცელზე დაწერილი ვერაფერს ვერ დაგიშევ. ლოცვით მიღებული ყველაფერს დიახ. დიახ. აი ეს კიდევ გაგამეორებინოთ, იმიტომ რომ მე მინდა რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის, რომ ხალხი შემოვიდეს, ძალიან შემოვიდეს რწმენაში, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აი ეს უფლის სიყვარული და რწმენა, აი როგორც თქვენ გვეუბნებით, მამა გაბრიელი როგორც ამბობდა, აი ისე მოხდეს. დედაო, როგორ თან ხვდება წმინდანთა, მაგალითად წმინდა გაბრიელის კურნების ნიჭი ტრადიციულ სამედიცინო ცოდნის პრინციპებთან? თქვენ წეგან კი თქვით, მოკლედ, მაგრამ აი ახლა ცოტა რომ განვავრცოთ და უფრო შეიძლება თუ არა წმინდანთა მიერ აღსრულებული სასწაულები განვიხილოთ როგორც ღვთიური მადლით განხორციელებული სულიერი თერაპია და არის თუ არა მსგავსება გარკვეულწილად ფსიქოთერაპიულ მიდგომებთან. და ამას მე უფრო გაგიშიფრებთ რა მინდოდა მეკითხა. იცით როგორ არის დღეს ბოროტის ძალა ცოტა გაძლიერებულია და ამიტომ ადამიანები ცოტა ზედმეტად ებრძვის. ამიტომ საჭიროა უცებად ადამიანებმა ეკლესიას მიმართონ, წმინდანებს და ღმერთს და შეევედრონ და შედეგი აუცილებლად იქნება. ეს ბოროტის ძალა, რომელიც ადამიანებს თითქოს გონებას უბლენებს, როცა აცდნენ გომარე ატკენ ეკლესიას. სინოდულში ეს ყველაფერი არის. ლოცვა, ეკლესიაში მისვლა, პარაკლისები, თხოვნა ადამიანების და ეს შედეგს გამოიღებს და მე თუ რამე თვითონ პირადი კურნება ჭირდება თუ ბალახები თუ სამედიცინო კურნები აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ანუ დედაო, თქვენ იმასაც აღიარებთ, აი ვთქვათ, ხალხური მედიცინა, რატომღაც დღეს სამედიცინო სფერომ ასე თუ ისე დაივიწყა ხალხური მედიცინა. იცი როგორია, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ მედიცინა ღმერთმა დაუშვა. დიახ. და ეს აუცილებლად საჭიროა დედამიწაზე. მაგრამ აუცილებლად ნამიმართოს ადამიანმა ღმერთ, წმინდანებს, მამა გაბრიელის ღვთისმშობლზე შედეგი იქნება. დედაო, დღეს აი ასეთ აპორია. ეს ბალახებიც ღმერთმა დაუშვა. დიახ. აი ყველა საქართველოში თითქმის ყველა ბალახი სამკურნალოა. დიახ, ყველა თავისი დოზით. ყველა თავისი თქვენ ხო არ ამზადებთ შემთხვევით აი ეს? არა? არა გაქვთ მაღაზია კურთხევა? არა, არასდროს მე მამა გაბრიელიძეც ვეუბნები. დიახ. მამა გაბრიელიძეც და შედეგი არის. დედაო, მე თქვენი ნათქვამი ამოვიკითხე, როდესაც თქვენ ამბობდით, რომ მამა გაბრიელის სამოსის ნაჭრებს, კაბის ნაჭრებს ძალიან დიდი კურნების ძალა. დიახ, დიახ. წმინდა წერია სახარებაში რომ დიახ. სამოციქულოში რომ პეტრე მოციქულის ჩრდილი კურნავდა ადამიანებს. დიახ. და წმინდანების სხეულის ნივთები კურნავდა ადამიანებს. ასევე წმინდა მამა გაბრიელს მას დიდი ძალა მის ნივთებს და მის ანაფორას და მანტიას და ყველაფერს და ის ადვილად ადამიანებს კურნავს. მე მამა გაბრიელს ანაფორა დამოხტომა და მოახვევ ადამიანებს ხედავთ ბოროტი ძალა რაღაცნაირად ითრგუნება, ვარდება და მეოხება დგას. გადაცემის ბოლოს მომახვევთ დედაო. აუცილებლად. ჩვენთან როგორც წეგან ვუთხარ დასაწყისში მაყურებელს,
კლინიკაში ახლა მე შემიძლია რომ ჩვენთან სახლშიაც იყო რამდენჯერმე მობრძანებული მამა გაბრიელის მადლიანი აი ეს მისი სიწვიდეები, მისი სამოსელი, ანაფორა, ქუდი. მაგრამ მე ეს გადავიყვანე შემდეგ და მომყავს თქვენის კურთხევით ჩვენს კლინიკაში, გასტროენტეროლოგიურ კლინიკა ესკულაპში, იმიტომ რომ მინდა რომ ბევრმა ადამიანმა მიიღოს ეს მადლი. პაციენტი იქნება, ექიმი იქნება, მომლოცველი იქნება, იცით, აი ეს რაღაცნაირი ასე ვარ განწყობილი და თქვენ წარმოიდგინეთ ხალხს როგორ უხარია, იცით, და ასე მგონია რომ მეც რაღაც პატარა რაღაცა საქმეს ვაკეთებ, თუნდაც აი ამ კუთხით. მადლობა ამისთვის და მე ვფიქრობ რომ მაყურებელი კიდევ და კიდევ უფრო მეტად მიხვდება რომ ლოცვით და რწმენით და როცა მობრძანდება ჩვენთან მე აუცილებლად გავაგებინებ, სულ ვაგებინებ ხოლმე მაყურებელს რომ მობრძანდეს და მამა გაბრიელისგან აი ეს კურნების მადლი მიიღოს და მადლობა თქვენ დედაო კიდევ ამისათვის დედაო, როდესაც დღეს რაღაცნაირად მაინც მომავალ თაობაზე მაქვს საუბარი, თორე ჩვენი თაობა ასე თუ ისე რაღაცა აი თითქოს მემატიანებად ხდებით აი უახლესი ისტორიისა და ჩვენ როდესაც უკვე გავალთ ამ ქვეყნიდან აი მაშინ მომავალ თაობას რა ეშველება მაგაზე ვნერვიულობ. მარხვაზე აღარ არის უკვე ლაპარაკი. მომავალი თაობის გარკვეულ ნაწილი უკვე საერთოდ აღარ ფიქრობს ამ მარხვაზე. არიან ესეთი საზოგადოება, მაგრამ როგორც კი გაუჭირდებათ, როგორც კი იმ წამს ფიქრობენ, რომ ეს რაღაც გადაულახავი პრობლემა, გადასარახი მოხდება ეკლესიაში და მე იქით გარბიან ხოლმე, ბევრი მინახი ასეთი. და აი ასეთი კითხვა მაქვს, რა ადგილი უკავია მარხვას, როგორც სულიერ, ისე ფიზიკური განკურნების გზას, აი ამ გზას თანამედროვე მედიცინისა და სამეცნიერო დაკვირვების კონტექსტში. აი თქვენ რო აუხსნათ აი ამ ადამიანის სულს. და სხეულს და ეხმარება ადამიანს რომ მიუახლოვდეს ღმერთს. მაგრამ მარტო მარხვა, როგორც წერია, მარტო მარხვა ვერაფერს ვერ იმას უნდა ახლდეს თან სიკეთე, სიყვარული და რწმენა. იცით, დღეს ხალხი აი ესე ზოგიერთი, ნუ გარკვეული ნაწილი ადამიანებისა ფიქრობს, რომ ის დაიცავს მარხვას, ანუ კვებით პრობლემებზე აქვს უკვე საუბარი, ის არ იკვებება, აი ვთქვათ, არ ჭამს ხორცს, არ მიირთმევს რაღაც გარკვეულ ვთქვათ რძის ნაწარმს და ასე შემდეგ, მაგრამ ავიწყდება ლოცვა. ანუ რაღაცა სასაუბრებლოს მარხვა ლოცვის გარეშე მკვდარი, საქმით გარეშე. დიახ. მაგრამ არის მეორე კატეგორია, რომელსაც რაღაცა გარკვეული პრობლემების გამო კვებითი ან თვითონ არ შეუძლია, იცით, რომ ვერ იკვებება ისე სათანადო რაღაც, მაგრამ სულ ლოცულობს. აი აქ მე რა ლოცვა დიდი ძალა აქვს, მაინც დაეხმარება ღმერთი ადამიანებს, რადგან ევედრება ის ღმერთს, შედეგს მიიღებს. ასეთი ლოცვა მაქვს ერთი ცხონებულმა ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა ზეპირად მომიტანა ეს ლოცვა და ვისწავლე, რომელზედაც მითხრა, რომ ეს არის მამა გაბრიელის ლოცვა უფლისადმი და მამა გაბრიელს ჰქონდა და ყველა წმინდანს ჰქონდა თავისი პირადი ლოცვა. პირადი ლოცვა ჰქონდა წმინდანებს, რომელთაც თვითონ ღმერთს მიმართავდნენ, მაგრამ ჩვენ უნდა დაწესებული წესებით მივმართოთ წმინდანს, რომ შედეგი მიიღოთ. ის მათი პირადი ლოცვა იყო. დიახ. და ჩვენ გავკადნერდებით, რომ მათ პირადი ლოცვით მივმართოთ მას. ის იყო თავისი პირადი ლოცვა და ეს პირადი ლოცვა არის დარჩენილი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ აი ასეთი დიდი ძალით მიმართავდა მამა გაბრიელი ღმერთს, მაგრამ ჩვენ უნდა მიმართოთ თავისი წესებით. დიახ. და კიდევ მამა გაბრიელის უდიდესი, აი უძლიერესი ლოცვა, რომელსაც მართლა სასწაულები მოუხდენია ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ღმერთო გევედრები ზეციდან გვისმინე. დიახ, ნუ არ ვიცი ახლა მთლიანად მოყვე თუ არა, დიახ. პირადი ლოცვა. ეს არის პირადი ლოცვა, მაგრამ უკვე შეტანილია ხო საეკლესიო წიგნებში ამაში. დიახ, და ეს არის უძლიერესი ლოცვა. აუცილებლად, როდესაც მამა უჩვენოს ვამბობ, მე აუცილებლად ამ ლოცვას ვკითხულობ. და ძალიან მიყვარს ეს ლოცვა, ღმერთო გევედრები, დიახ. დედაო, აი, არ გაგიჭირდათ, როდესაც მონაზვნად აღიკვეცეთ? მე დარწმუნებული ვარ, ეხლა არ ვიცი მონაზვნს უნდა ვუთხრა თუ არა მის გარეგნულ სილამაზეზე, მაგრამ მე წარმომიდგენია როგორი ლამაზი იყავით. იმ ასაკში, როდესაც თქვენ მოხვედით ეკლესიაში. როცა
გადაწყვეტ რომ ღმერთისკენ წახვიდე, ღმერთი უკვე გინახავს თვითონ. ის გეხმარება თავისთან მიხვიდე და ის ნელა-ნელა როგორც პატარა ბავშვი დედა ზრდის და ეხმარება რომ ნაბიჯები გაიაროს, მერე გაიზარდოს, მერე დაეხმაროს, მერე სხვადასხვა დახმარებები ჭირდება, ისე ღმერთიც როცა ადამიანი მისკენ მიდის, ის ნელა-ნელა ადგმებინებს ნაბიჯს და ეხმარება რომ წავიდეს ღმერთისკენ და შედეგიც ყოველთვის არის და სიმსუბუქეც მოდი. ზოგჯერ სიმძიმეა, ზოგჯერ სიმსუბუქე, მაგრამ ეს არის ღმერთის ძალა. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ თან მერიდება რომ თქვენ ამ ხელა დროს გაკარგინებთ, მაგრამ მოდით აი ეს კითხვა, რა კავშირია ქრისტიანულ ცხოვრებასა და ადამიანის ფსიქოლოგიურ ემოციურ ჯანმრთელობას შორის და როგორ უწყობს ხელს ეს ფიზიკური დაავადების პრევენციასა და რეაბილიტაციას. მე ეს კითხვა წეგან დაგისვით, მაგრამ მაინც თითქოს მინდა რომ უფრო გაიშალოს. აი მე მესმის რომ თქვენ მეტყვით ისევე ეკლესიაზე ან რაღაცა, მაგრამ ეს რატო დაგისვით, იცით? ადამიანი ძალიან ბევრი რაღაც უცნაურად თითქოს შეპყრობილებით არის. აი რაღაც ბოროტი ძალისაგან შეპყრობილი და ეხლა ღმერთი რომ არ არსებობს, ადამიანები შეპყრობილები იქნებოდნენ მარადიულად. მაგრამ არსებობს ღმერთი, რომელმაც ადამიანს შეექმნა, ადამიანებთან დადიოდა, ეხმარებოდა და აი ამ ღმერთის ძალით, თავისი წმინდანების მეოხებით, ღვთისმშობლის მეოხებით, თავისი წმინდანების მეოხებით ეხმარება ადამიანებს, ის განიწმინდოს მისი სული, განიწმინდოს ამ ბოროტ მანქანების ძალისაგან და შედეგი იყოს სუფთა ჯანსაღი და მოაზროვნე. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ღმერთმა მომცა, რომ ადამიანის გონებაში რაც ცუდია, ის გამოვიტანო და რაც კარგია, ის შევიტანო. უნდა შეევედრონ და შედეგი იქნება. იცით, დღეს რამდენიმე უნივერსიტეტის, დღეს ხო არ ვიცი, უნივერსიტეტების ბუმია საქართველოში, არ ვიცი, ყოველ სარდაფში უნივერსიტეტია გახსნილი და ძალიან ბევრი აი ასეთი უნივერსიტეტების ბავშვები ამბობენ, იცით, მე მქონდა პირადად შეხება მათთან და იმიტომ გეუბნებით, როდესაც ამბობენ, რომ ქალბატონო ქეთი, თქვენ არასწორად გვასწავლით. ღმერთმა კი არ შექმნა ადამიანი, ნუ ერთი გოგონა წამომიდგა და ესე კატეგორიულად მითხრა, არამედ ჩვენ შევქმენით ღმერთი და ამიტომ ღმერთი არ არსებობს. მოდით რა, ამ თაობას. ესეთი ადამიანებიც არსებობენ, უწმუნო ადამიანებიც არსებობენ, მაგრამ როგორც კი დადგება მომენტი იმისა, რომ ეს გაუჭირდება და ან რაღაცა სერიოზული პრობლემა იქნება, აუცილებლად დაუდგება დრო, რომ მიმართოთ ღმერთის გარეშე ის ვერ გადარჩება. თუ გადარჩენა უნდა. დიახ. და რა როლი აქვს ტრადიციულ ქართულ მედიცინას სამკურნალო მცენარეებსა და ხალხურ პრაქტიკებს ქრისტიანული რწმენის კონტექსტში, როგორ ხდება მათი სინთეზი ეკლესიური ცხოვრებით კურთხეულ მკურნალობასთან. შესაძლებელია თუ არა წმიდა ადამიანების რჩევების გამოყენება, როგორც სულიერი და ფიზიკური ჯანსაღობის გზამკვლევი იყოს. მე ჩვენ თითქმის ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ ახლა კონკრეტულად რომ თქვა რომ დაუშვა ღმერთმა ეს მედიცინა, რომელიც კურნავს ადამიანს, ღმერთის დაშვებით არის. ბალახებიც რომელიც კურნავს ადამიანს, ესაც ღმერთის დაშვებით არის და შეიძლება გამოიყენოს ლოცვითა და ცხოვრების ეკლესიური ცხოვრების წესით გამოიყენოს ეს მედიცინა სამკურნალო მე რამდენჯერმე ესე იგი პრინციპში ერთი და იგივე კითხვა დაგისვით, მაგრამ მე მინდა რომ ეს იცით აი უფრო და უფრო ჩაუჯდეს ჩვენს მაყურებელს. მამა გაბრიელის რაც უნდა წამრებს. და ადამიანებს არჩენებდა რომ წამალი აუცილებელია, მაგრამ ღმერთის შემდეგ. და დედაო, აი აცრებზე რას გვეტყვით? ახლა შეუძლებელი არის რომ ეს კითხვა არ დაგისვათ. ახლა არ ვიცი, მამა გაბრიელის დროს მის სიცოცხლეში ასე ვთქვათ გაგიჟებით არ იყო აცრების თაობაზე და რაღაცა პანდემიებზე და რაღაცა კი საქართველოს ბევრი შავი ჭირიც გამოუვლია და ასე შემდეგ და სხვადასხვა დაავადებები, მაგრამ აი ეს სხვადასხვა ეპიდემია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით თითქოს არის ესეთი მოსაზრება, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს და ეს აცრები, რომელიც ადამიანებს მოსაკლავად იმეტებს. თქვენ რა სიტყვით და აი თუ გქონიათ მამა გაბრიელისაგან რაიმე დაშვება? ამბობდა რომ თავარია ეს აცრები ჩემო ანტიკრისტად ბეჭდით ეს არ მიიღოს. მაგრამ ადამიანი უნდა გაგონიერდეს, უნდა გადაწყვიტოს რა არის სწორი და რა არა და შედეგი ისეთი უნდა დადოს. უნდა თვითონ გადაწყვიტოს ადამიანმა.
თვითონ დიახ. თავისი გონიერებით ეს სწორია თუ არა. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ რას ურჩევდით? აი იცით, ადამიანს შველა ჭირდება, გაოგნებულია, სამსახური ავალდებულებს თუ კი მუშაობს, მას თუ აქვს სამსახური. ადრე იყო ეს, ახლა ხო სავალდებულო აღარ არის. სავალდებულო არის ისევ დღეს მაგალითად პირადად მე მოვისმინე ტელევიზიით, რომ ახლა კიბოს წინააღმდეგ აცრები იწყება, პაპილომა ვირუსებზე აცრები იწყება, ჩვილებში აცრები დაიწყება რაღაცა განსაკუთრებული ხაზით, არ ვიცი, რაღაცა სხვადასხვა ხაზით და ანუ ისევ იწყება და თან ახლა სოციალური ქსელები აჭრილებულია იმით, რომ კიდევ იქნება, ანუ კიდევ ჩაიკეტება ეს, კიდევ იქნება კომენდანტის საათები თუ რაღაც სპეციალური მას შემოიღებენ და არ ვიცი, დედაო, იქნებ რაღაცით მამა გაბრიელს მუშაობს, ღმერთმა და ღვთისმშობელმა მამა გაბრიელს მუშაობს, რომ ეს არ მოხდეს და ყველაფერი მშვიდობიანად იყოს საქართველოშიც და ქვეყანაშიც. ამინ. და ემიგრანტებზე რას გვეტყვით? გადიან და გადიან, მასიურად გადიან. მამა გაბრიელი ამბობდა ემიგრანტებს ეუბნებოდა, რომ არ მიატოვოთ და რო წახვალთ აუცილებლად დაბრუნდეთ, არ მიატოვოთ საქართველოს ღვთისმშობელი გაგირისხდებათო და ფიქრობთ უნდა დაბრუნდნენ თავის დროზე, როცა რაღაცა მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, როგორც კი რაღაცა შესაძლებლობა ექნებათ უკვე იმისი, რომ ცხოვრონ ნორმალურად საქართველოში აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. თუ საქართველოს არის ის ქვეყანა, სადაც უნდა მამა გაბრიელს რომ ადამიანი სადაც დაიბადება, მასზე იქ გადმოდის მასზე კურთხევა. და ამიტომ საქართველოს დაბადება ეს იოლი არ არის. ის ძალიან ძვირფასია. დიდება მამა გაბრიელს დიდება უფალს და რა ვიცი თუ გონცმოვლენით ჩვენი ემიგრანტები საქართველოს დაიცალა ქართველებისგან და იქნება დროულად ჩამოვიდნენ რომ შვილებსაც მიხედონ შვილებს და რა ვიცი დედაო თქვენ რა სიტყვით აი როგორ შევაჯამოთ ეს გადაცემა რაიმე ხო არ გამომრჩა ისეთი ალბათ ბევრი რამე ამბობდა რომ მithოვეთ და დაგეხმარებით მოყოლთვის თქვენთან ისნებიო და ალბათ ეს დრო არის რომ მამა გაბრიელ ყოველთვის გვეხმარება და კიდევ დაგვეხმარება რომ უნდა ვთხოვოთ მამა გაბრიელს რომ დაგვეხმაროთ რომ ყველაფერი რაც დალა არის ეს შემოტევა რაღაცა სიახლეები რაღაცა ბოროტის მანქანება ეს განკარდეს და მშვიდობა და სიყვარული დადგეს. დედა მაყურებელს ვუთხრა რომ აი ვთქვათ თუ კი ეკნებათ სურვილი იმისა რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მიბრძანდნენ მათთან აი როგორ ჩვენთან მობრძანდება რომ ხალხში აი ეს უფრო მასიურად გავრცელდეს იცით აი გავიდეს მამა გაბრიელთან სიახლოვე მამა გაბრიელთან კავშირი მამა გაბრიელის იმედით ყოფნა და უფლის იმედით რა თქმა უნდა იმიტომ რომ მამა გაბრიელი უფლის გზაზე იდგა ყოველთვის და დღესაც მასე არის და უფალი მან ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ უფალი აირჩია და ქრისტეს ეთაყვანებოდა და აი არის შესაძლებელი რომ ეს წმინდა ნაწილები ვთქვათ ყველა მოსურნესთან მიბრძანდეს დიახ ხო რადგან დედა პარასკევამ ასე თქვა თქვენ შეგიძლიათ ჩვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დარეკოთ მონიტორზე რომ ხედავთ და დაგვიკავშირდეთ და ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით დედა პარასკევას და ვეტყვით თქვენს თხოვნასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები რომ მოგძანდეთ თქვენთან ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ვარდგინეთში, ბორჯომის რაიონში, სადაც არის დედათა მონასტერი, რომლის წინამძღვარი არის დედა პარასკევა და შეგიძლიათ მასთან მობრძანდეთ, მან დაგლოცოთ, აგიხილოთ თვალის რწმენაში დაგაბრუნოთ, უпростоრად განგამტკიცოთ რწმენაში, თქვენც, მეც და ყოველი ჩვენთაგანი, ჩვენ ტელევიზია ამ საკითხებს ემსახურება, რომ მართლმადიდებლობაში გამტკიცდეთ, უფლის რწმენაში გამტკიცდეთ, გვჯეროდეს ჩვენი აი მართლა ხილული წმინდანისა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში სულ ახლახანს იყო და არის. მამა გაბრიელი შეგიძლიათ ასევე მამა გაბრიელის დაუჯდომელი დედა პარასკევას ავტორობით. ალბათ ყველგან იყიდება ხო დედაო? ზეთიც მამა გაბრიელის ზეთი შეგიძლიათ აქ ალბათ აქ მობრძანდეთ და შეიძინოთ ზეთი ან რა ვიცი ყველა სამთავროს მონასტერში და უხსნელი სისხლი კი მხოლოდ დედა პარასკევას აქვს. დიდი მადლობა დედაო. დიდი მადლობა და ბოლოს სოფლის მეურნეობაზე გვინ საქართველოს ხო ერთი დიდი სოფელია. ხალ დაიცალა სოფლები.
განადგურდა ქართული პროდუქტები აღარ არსებობს. რამე ურჩიეთ დედაო? მამა გაბრიელი რასაც გეტყვით. ყველაფერს უნდა ლოცვა, ვედრება და შედეგი იქნება. მესმა დალოცვა საქართველოს მამა გაბრიელი დალოცვა საქართველოს რომ თისწყალობა იყოს და ყველა დაბრუნდეს საზღვარგარეთული ხალხი სოფელი განახორდეს და ცხოვრება გაძლიერდეს. აი მამა გაბრიელი მომდა რომ საქართველოს ეგონებათ რომ აღარ არის უცბად აღორძინდება და ალბათ ეს იქნება. მადლობა უთხრათ დედა პარასკევას ამ იმედისთვის, ამ რწმენისთვის, რომ ჩვენ უნდა გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ეს ასე იქნება და ჩვენი ერი არასოდეს მოისპობა, საქართველოს ისევ იბრწყინებს. რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ თუ გავძლიერდებით რწმენაში. მადლობა დედაო. გაითქვენ დიდი მადლობა და დაგვლოცეთ კიდევ ერთხელ და დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. თუ რამე შეკითხვები გაგიჩნდება დედაოსთან მიმართებაში, დედა პარასკევასთან მიმართებაში, მამა გაბრიელთან მიმართებაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ თუ კი იქნება ისევ დედაოს კურთხება, ჩვენ აუცილებლად ვეწვევით მას. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მე გახდით ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ და უფლის წყალ Sada svenia
Cheers.